დეკემბერ-ნოემბრის დარბევის დროს ქართულ მოცნებამ მომიტინგების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ BBC-ს სამი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში და სტატიაშია ნათქვამი. BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა კამიტი უწოდეს. ბრიტანული მედიის მიხედვით სავარაუდოდ წყლის ჭავლის მანქანებში ჩასხმული ნარევი სწორედ განსაკუთრებულად ძლიერი და მდგრადი ქიმიკატი ბრომბენზილის იგივე კამიტი იყო. ეს არის ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. ამის შემდეგ მისი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების გამო ის 1930-იან წლებში ამოიღეს მიმოქცევიდან. გამოცემა მსოფლიოს მოწინავე ტოქსიკოლოგსა და ქიმიური იარაღის ექსპერტს ქრისტოფერ ჰოსტეგეს დაუკავშირდა, რომელმაც BBC-ს მიგნებებზე დაყრდნობით თქვა, რომ მისი აზრით მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ აქციების დასარბევად ნამდვილად კამიტი იყო გამოყენებული. ექსპერტი მის ჯანმრთელობისთვის სახიფათო გრძელვადიან შედეგებზე საუბრობს. No, and I think it's disturbing if we're starting to see agents that were used in World War I that have been obsolete, that we don't have any modern data. მე მგონია, რომ ძალიან საგანგაშოა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ მოძველებულ ნივთიერებებს ვაწყდებით, მათზე თანამედროვე მონაცემები არ არსებობს მათი, დაგუგლაც კი არ გამოვა. თანამედროვე საზოგადოებაში კამიტის გამოყენება არ მინახავს. კამიტი პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. მას ეფექტურად იყენებდნენ არეულობის დასაშლელად ან გამაღიზიანებელ ნივთიერებად. კამიტი ძალიან გამაღიზიანებელია, გრძელვადიანი ეფექტით, პოტენციურად შეუძლია ფილტვებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, გამოიწვიოს ხველება, შექმნას პნევმონიის მაღალი რისკი. გაურკვეველია კუჭნაწლავის რა სიმპტომების გამოწვევა შეუძლია ღებინების ჩათვლით. ჩემი აზრით, საკითხავია, რატომ გადაწყვიტეს ამის გამოყენება. ნაწილობრივ გრძელვადიანი ეფექტების გამო. ის ადამიანებს დიდი ხნით იცილებს. ამის განეიტრალებას ვერ შეძლებდნენ. საავადმყოფოებში უნდა წასულიყვნენ. ლოკაცია უნდა დაეტოვებინათ. თუ ნამდვილად ამასთან გვაქვს საქმე და ეს ქიმიკატი დააბრუნეს, ეს უაღრესად სახიფათოა. ქიმიური იარაღის ექსპერტების აზრით, რომელთანაც BBC-მ კონსულტაცია გაიარა, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია უფრო უსაფრთხო და ჩვეულებრივი საშუალებები, მოძველებული და უფრო ძლიერი აგენტი შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ქიმიური იარაღი. BBC-ს დასკვნების შემაშფოთებელია გაერო სპეციალური მომხსენებლის წამების საკითხებში ელის ედვარდისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი არეულობის სამართავის საშუალებების ნებისმიერი ეფექტი საერთაშორისო კანონმდებლობით დროებითი უნდა იყოს. მისი თქმით, აღწერილი სიმპტომები კი სცილდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად ჩაითვლება. International law is that any effect should be temporary. So longer term problems such as long-term respiratory issues or related to heart conditions, these are beyond what would be considered temporary and acceptable. So all of those cases should be investigated, including under the rubric of torture or other ill treatment. Describe the water cannons infused with different toxins as entirely unnecessary. Given that it is poorly regulated internationally, it does lead me to consider it as an experimental weapon, and populations should never be subjected to experiments. This is absolutely in violation of human rights law. BBC-ს თანახმად ამ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო იდენტობის დადგენაში მათ მაღალი რანგის რამდენიმე მამხილებელი დაეხმარა, რომელიც განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტთანაა დაკავშირებული. BBC-ს ფილმში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის იგივენაერთი, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭალში გამოსაყენებლად სთხოვეს. მისი თქმით, ამ პროდუქტის ზემოქმედება არ გავდა არაფერს, რაც მანამდე გამოუცდია. ის რთულად სუნთქავდა იქ, სადაც ეს სპრეი იყო გამოყენებული და მას და მის 15 კოლეგას, რომლებიც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მისი მარტივად ჩამორეცხვა არ შეეძლოთ. კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის ყვირისთან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის სითხე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ქიმიურ სითხეს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან, 34-39 ქიმიური ფხვნილი და 17-10 ქიმიური სითხე. მომზადების პროცესში მე რაც ამაქვს ნანახი, ესენი იყო 20 ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასმასის ლიტრიანი ბანკები. ხოლო რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, თავის ქალა, ჩონჩხი და ძვლები.
ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ, მაშინვე მალევე, როდესაც ეს მივიღეთ, ეს გამოიწვია იმაში, რომ დაახლოებით 2-მა მაგალითად ანუ გული აერიათ და არ წყიეს. მათ შორის ახლოში ვიდექი მეც მაინტერესებდა რომ საკუთარ თავზე გამომეცადა, შევეცდები უბრალოდ ავღწერო. გააქვს წვა, თვალების წვა, სუნთქვა გიჭირს. ანუ შენ თუ გას დაუშვა წიწაკის გას სუნთქავ პირს გააღებ და სუნთქავ, შენ შეგიძლია ეს გადაიტანო, მაგრამ ამ ქიმიური სითხის შემთხვევაში არ შემიძლია ანალოგიური საშუალება მოვიყვანო მის ეფექტთან დაკავშირებით. ლაშა შერგელაშვილი BBC-ს ეუბნება, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების კადრების ყურებისას მან მაშინვე იეჭვა, რომ დემონსტრანტებზე იგივე ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მისივე თქმით, კოლეგებმა, რომლებთანაც ის კვლავ კონტაქტობს და რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობებზე რჩებიან, ასევე დაუდასტურეს ეს ფაქტი. BBC ასევე ესაუბრა პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ისნაერთი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანებში იტვირთებოდა შერგელაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას იგივე ნივთიერება იყო, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე გამოიყენეს. BBC ასევე ესაუბრა პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, რომელმაც მედიას უთხრა, რომ მას დაახლოებით 350 ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდა ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა. ეს გრძელვადიანი სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, დაღლილობას, ხველას, ქოშინს და ღებინებას. Enlarged T waves, which might be due to hypoxia, which means that ჩვენ დავადგინეთ ტეტალღების გადაადგილება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოქსიით, რაც ნიშნავს, რომ გულის ჟანგბადის საჭირო რაოდენობას არ ღებულობს და მარჯვენა წინაგულში შეცვლილია. ასევე გამოვავლინეთ, რომ გრძელვადიან პერიოდში ზოგ ადამიანს ღებინება, გულისრევა და სუნთქვის უკმარისობაც უფიქსირდებოდა. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ სიმპტომები წარმოიშვა ზემოქმედების შემდეგ და ზოგიერთი მათგანი 30 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც ბუნებრივია საგანგაშო ნიშანია. BBC-ს დოკუმენტურ ფილმში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერვიუს ფრაგმენტია მოცემული, სადაც მას ჟურნალისტები ეკითხებიან, იყენებდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზ და წყლის ჭავს ერთობლივად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. კითხვაზე გომელაური პასუხობს, რომ თუ ხდება შტურმი, შეგიძლია ერთდროულად გამოიყენო წყალიც, გაზიც და სხვა სპეციალური საშუალებები. შეგიძლია გამოიყენო, შეუძლია ესნას გამოიყენოს. თუ არის პატარა ბავშვები, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანები, თუ არის ფეხმძიმე ქალები და ასე შემდეგ. თუ ხდება შეტევა და შტურმი ხდება, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებების. კი ბატონო, მე შევიტანე პირადად. როგორც BBC-ს ფილმში ანათქვამი, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მათი გამოძიების დასკვნებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია ბრუტალური კრიმინალების უკანონო ქმედების sapasუხოდ კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ბრიტანული მედიის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში ასევე უწყვეტ პროევროპულ პროტესტზე, ბოლო პერიოდში მიღებულ დრაკონულ კანონებსა და ქართული ოცნების მიერ რუსული ინტერესების მხარდაჭერაზეა საუბარი.